სალამი მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ ისევ ადამიანად დაბადების მნიშვნელობაზე. გავაზიარებ ჩემს დაკვირვებებს. შენ კი აიღე ის, რაც მოგწონს და დანარჩენი დატოვე. ადამიანად ყოფნა არ განისაზღვრება იმით, რომ მხოლოდ ქვია ადამიანი. რომ ქვია ადამიანი, ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ხარ ადამიანი. ბევრ ეტაპს გავდივართ და ეს ყველა საბოლოო ჯამში, ეს ყველა ეტაპი ემსახურება იმას, რომ შევდგეთ ადამიანებად. გქონდეს თავისუფალი ნება, გამოვიდეთ განპირობებული აზროვნებიდან, გონების ტყვეობიდან, დამოკიდებულებებიდან, იმპულსური, აკვიატებული, ობსესიური, რაც თავარია ინსტინქტური ცხოველური მდგომარეობიდან. ადამიანად სანამ დავიბადებით, თუნდაც ამ ცხოვრებაში სანამ ადამიანად დავიბადებით, გავდივართ რამოდენიმე ეტაპს. მე ჩამოსვლი ამ ეტაპებს და ვეცდები რომ ორი სიტყვით ავხსნა. ესე იგი ერთ-ერთი მათგანი სანამ ადამიანებად შევდგებით და ეს თავისუფალი ნება გვექნება არის შიმშილის მდგომარეობა. აი მდგომარეობა, როდესაც გამუდმებით შინაგანად დაუკმაყოფილებელი ადამიანი უნდა ის რაც სხვას აქვს ვერ კმაყოფილდება იმით რაც თვითონ გააჩნია და გამუდმებით ჩასაფრებულია, რომ აი რაღაცა მიიღოს ისეთი, რაც სხვას აქვს. შიმშილის მდგომარეობაში ადამიანები იპარავენ. აი მაგალითად დამოკიდებულება საკვებზეც ესეც შიმშილის მდგომარეობიდან მოდის. შიმშილის ეტაპიდან ესე რომ ვთქვათ. საკვებზე დამოკიდებულებაც და ეს დაავადებული ნაწილიც არის ზუსტად აი იქიდან გამომდინარე, რომ მე არ შემიძლია იმ ემოციებთან დარჩენა, რომელიც კვებისკენ მიპიწყებს. მაქვს იმპულსური და ობსესიური დამოკიდებულება საკვების მიმართ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ აი ეს საკვები მივიღო, გავამართლებ საკუთარ თავს ყველაფრით, მოვიპარავ, სხვას წავართმევ, სხვის კუთვნილებას მივითვისებ, მაგრამ ჩემსაც დავიკმაყოფილებ. დაუოკებელი სექსუალური ჟინი, ღალატი, მასტურბაციაზე დამოკიდებულება, სიამოვნებებზე დამოკიდებულება. ესეც არის ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად გავდივართ სანამ ადამიანობამდე მივალთ, ადამიანად დაბადებამდე მივალთ. აი ადამიანი, რომელიც განიცდის შინაგანად გამუდმებით დაუოკებელ ჟინს სხვა ადამიანის სურვილისა, აი ქუჩაში რო გაივლის მისთვის მიმზიდველი ადამიანი და თვალს აი უბრალოდ უნარი რო არ გააჩნია, რომ თვალი არ გააყოლოს. იმის უნარი რომ არ გააჩნია, რომ ამ ადამიანზე რაღაც ისეთი არ თქვას, რასაც რაღაც ემოციურ დონეზე მაინც არ დაიკმაყოფილებს. იმის უნარი რომ არ აქვს, რომ წარმოსახვა არ ჩართოს და იმ ადამიანზე რაღაც სექსუალურობის შემცველი არ გაიფიქროს. შინაგანი შიმშილის ეტაპია ასევე ადამიანის საზღვრების ვერ დაცვა. რადგან მივითვისებ სხვის არა მარტო ქონებას, საკვებს ან სხეულს, არამედ ფიქრის დონეზეც მე არ შემიძლია სხვა ადამიანების დაცვა, არ გამაჩნია ნატიფი აღქმა საზღვრების. აი მაგალითად, როდესაც ადამიანზე ფიქრობ, რომ აი ქუჩაში გაიარა და ადამიანზე ფიქრობ, რომ აი ამ ადამიანთან კარგ დროს გაატარებდი, ხო? ესეც იმ შიმშილის გამოვლინება არის, რომელიც გაძლევს იმპულს, რომ მიცე თავისუფლება ამ ადამიანზე მსგავსი რაღაც იფიქრო. რეალურად საზღვრის დარღვევა არის, არ არის მარტო ფიზიკურ დონეზე, საზღვრის დარღვევა არის ემოციურ და თუნდაც ფიქრის დონეზე. ადამიანს არ აქვს უნარი, რომ დასვას საკუთარ თავთან საკითხი, რომ მე როდესაც მსგავსი ფიქრი გამიელვებს თავში, ამ ფიქრს ეს ფიქრი არ ჩავიხვიო და ამ ფიქრის ფანტაზიორობაში არ შევიდე, იმიტომ რომ შეიძლება მე ფიქრის დონეზეც კი ამ ადამიანის უფლებას ვარღვევდე. და ამ ადამიანს საერთოდ არ კონდეს იმის სურვილი, შეიძლება რომ მე მასზე მსგავსი რაღაცები ვიფიქრო, წარმოვიდგინო, ვისაუბრო, მეგობარს გადაულაპარაკო, უხეხარას ვიზავდი და ასე შემდეგ, რა. აი ეს დაუოკებელი ინსტინქტური ცხოველური ჟინი რეალურად მოდის აი ამ შიმშილის მდგომარეობიდან. ასევე ერთ-ერთი ესეთი მდგომარეობა არის რადიკალურობის მდგომარეობა. ადამიანი გამუდმებით გაცეცხლებულია, გამუდმებით გაბრაზებულია. აქ ადამიანი ჩადის მკვლელობებს, ძალადობას. არა მარტო ემოციურს, ეს ემოციურზე კიდე ცალკე ნაწილში განვიხილავთ, აქ უფრო არის აი ეს გამოვლინება ფიზიკური ძალადობის, მკვლელობის,
გატაცების, ყაჩაღობის ეს ჯოჯოხეთურ მდგომარეობასაც უწოდებენ. ამ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი გაცეცხლებული არის. გამუდმებით იმხელა აგრესიას განიცდის, რომ მისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანი და ყველა არსება მტრად აღიქმება და მთლიანი ეს ცხოვრებისეული გაბოროტება ამოაქვს ამ სხვა არსებებზე და შესაბამისად უკეთებს ლიკვიდაციას. ან მეორე უკიდურესობა, გაყინული ემოციები, ცივი მდგომარეობა, ცივსისხლიანობა. ესეც ამ კატეგორიიდან მოდის. ეს კატეგორია არის, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ვეღარ განიცდის თავის ემოციებს, აბსოლუტურად ვეღარ განიცდის სხვა ადამიანის თანაგრძნობას, აბსოლუტური არანაირი კავშირი აღარ გააჩნია გარე სამყაროსთან და მათ შორის არც საკუთარ თავთან. აი უბრალოდ მოწყვეტილი არის ამ ცხოვრებას და უბრალოდ გაყინულ მდგომარეობაში მოძრაობს. თითქოს იმ კითხვასაც კი ვეღარ სვავს, რომ აი რა ფუნქცია აქვს, რა რისთვის ვარ რა. ხო, ასევე შემდეგი ეტაპი ადამიანამდე სანამ დავიბადებით, ასეთი ეტაპი არის ცხოველური ინსტინქტები და ცხოველური გამოვლინება იმ ჩემს ყოველდღიურობაში, რაშიც ვარ. ხო, აქ ადამიანი არის აი გამუდმებით დაძაბული, გამუდმებით მოჭიმული, რომ რაღაც სიტუაციას არ გამოაკალდეს, აი გამუდმებით შინაგანი განცდა, რომ რაღაცა უჩემოდ მოხდება. თითქოს რაღაც სიტუაციას გამოვაკალდები. ამის გამო არ შემიძლია სოციალური ქსელებიდან გამოვიდე. ამის გამო არ შემიძლია ადამიანებს უარი უთხრა, რაღაც სადღაც წასვლა მინდა და ყოველთვის თანხმობას ვეუბნები, იმიტომ რომ არ მინდა რომ ამ სიტუაციას გამოვაკლდე. გამუდმებით მეჩვენება რომ ვიღაცა ჩემზე ჭორაოს, ვიღაცა ჩემზე ლაპარაკობს, მეჩვენება რომ ადამიანებს სტრატეგიებს ალაგებენ ჩემ წინააღმდეგ, რაღაც გათვლები აქვთ, რაღაც შეთქმულებები აქვთ. აქ ადამიანს პარანოია ეწყება, რომ გამუდმებით შეთქმულების სვერპლი არის. და ეს ადამიანიც, ვისაც აი ამ ცხოველურ ფაზას გადის, გამუდმებით ჩასაფრებული არის, რომ აი აბა რითი მიიღოს სარგებელი რა ადამიანებს იყენებს თავის სტრატეგიების მიხედვით, რომ ამ ადამიანის რაღაცნაირად ამ ადამიანისგან ხერის ნახვა შეიძლება რა. აი რაში შეიძლება რომ ეს ადამიანი გამომადგეს და ეს ადამიანი მერე შედის სხვა არსებებთან ესე ვთქვათ იმ განზრახვით, რომ მე გავაკეთებ სიკეთეს და მერე ამ ადამიანს რაღაცაში მოვიმადლიერებ. ესეთი ადამიანი ამ ადამიანს აქვს გამუდმებით დაუკმაყოფილებელი შეგრძნება, რომ აკეთოს საქმე, ბიზნესი ან ნებისმიერი რაღაც კონტრაქტი გააფორმოს, გააკეთოს და მე ამაში ძალიან დიდი რესურსი ჩადოს, რომ თავი იგრძნოს დაფასებულად. თქოს აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება მეგობრების წრეში ადამიანი იყოს, ვინც ჯანსაღად ბიზნესს აკეთებს, ან სულიერ სწავლებას გადის, ეს არ არის აუცილებლად მარტო მატერიალურ ხალხს რომ განვიხილავთ. რა შეიძლება მე ვიყო ცხოველურ ფაზაში და ამავდროულად სულიერ პრაქტიკებში ვიყო, მაგრამ ეს სულიერ პრაქტიკები არ მუშაობს, იმიტომ რომ მე რეალურად ვერ ხედავ ჩემ თავს როგორც ადამიანს, როგორც homo sapiens. მე თავისუფალინება ჯერ კიდევ არ გამაჩნია და ამ სულიერ პრაქტიკებში აი ამ ცხოველური ჟინით ვარ ჩართული და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ვინც რაღაც სულიერ პრაქტიკას გადის, მასწავლებელი ნახა, პრაქტიკა ნახა, რაღაც თანამეგობრობა ნახა და ამაში ჩაერთო, მე ჩემში გაიღვიძა აი ამ ცხოველურმა ნაწილმა და იძახის რომ მეც მინდა. აი ეს მეც მინდა ინფანტილიზმი რაც არის, ასევე არის აი ამ ცხოველური ფაზიდან გამომდინარე, რომ მეც მინდა. რა ის კი არა რომ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ეხა მე ჩემს შინაგან ჰარმონიაში მოდის, ეს ჩემს შინაგან დასტურს მაძლევს თუ უბრალოდ იმიტომ მინდა რომ იმასაც აქვს. იგივე ხდება ბიზნესშიც, რა შეიძლება ერთმა მეგობარმა ჯანსაღი ბიზნესი გააკეთოს, მაგრამ მეორე ადამიანმა ზუსტად იგივე დაიწყოს, იმიტომ რომ თქვას რომ მეც მინდა რა, ეხა იმას თუ აქვს მე რაზე რითი ვარ, იმაზე ნაკლები. ან მე რეალურად ტანჯვას ცხოველური ფაზა განსაკუთრებულად ტანჯველი არის, გამუდმებით სულ შედარებაში ვარ, შეფასებაში ვარ, მომხვეჭველობაში ვარ, რაღაცის ჩაბღაუჭებაში ვარ. მიჯაჭვულობები ამ ცხოველურ ფაზაში არის. რომ მე მეგობარი მყავს, იმიტომ რომ მარტო არ დავრჩი ამ ტანჯვასთან და ამ მეგობარზე პარაზიტობ, ვიყენებ ამ მეგობარს, პარტნიორი, ცოლი, შეყვარებული, შვილი მათ შორის მყავს, იმიტომ რომ აი შვილი დაალაგებს ურთიერთობას. ხო, ამას რო ვიძახი, ესე იგი მე საწყისშივე უკვე გათვლა მაქვს ამ ჩემი შვილის მიმართ, რომ ეს შვილი იყოს ურთიერთობის დამლაგებელი და არა ის რომ რაღაც ახალი სიცოცხლე შემოვიდა ამ ქვეყანაზე, ხო? არამედ არა, რაღაც მიზანი მივცე რა. აუცილებლად არსებებში ვეძებ მიზანს, რომელიც მე სადღაც გამომადგება. და ეს დაუოკებელი ჟინი, გამუდმებით აი ეს აფთრული ცხოვრება რა, აი აფთარი რომ რაღაც ჩასაფრებული არის გამუდმებით რომ რაღაცა გამოწიწკნოს ცხოვრებას, აი ამ პოზიციაში როცა ვარ, ეს არის ცხოველური ფაზა რა, ამ ცხოველურ ფაზას გავდივარ. ამის შემდეგ როცა აი ადამიანი ამ ფაზას გადის, ხო ეს აუცილებლად სანამ ადამიანურ ფაზაზე გადავალ, ეს აუცილებელია ხა, ეს მოგწონს თუ არ მოგწონს.
გვინდა თუ არ გვინდა, ზუსტად მაგაში გამოიხატება, რომ ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება, ნიშნავს იმას, რომ სანამ თავისუფალ ნებამდე მივა, ჯერ ჭირდება, რომ ეს ეტაპები გაიაროს და ყველა ადამიანი გამოღვიძების გზაზე ამას გვინდა თუ არ გვინდა, ყველა გავივლით ან გავდივართ. ადამიანის დაბადების ფაზა ნიშნავს იმას, რომ მიჩნდება თავისუფალი ნება. ვაღიარებ აი ამ ჩემს გამოვლელ ფაზებს, ვაკვირდები, ვაცნობიერებ ამ ყველაფერს და ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ჩემში დავინახვა ეს ცხოველური გამოვლინება, როგორც ეს სამი რაც ჩამოთვალე, ცხოველური გამოვლინება, დაუკმაყოფილებლობა, შინაგანი შიმშილი და ის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, რასაც ქვია რადიკალური გაცეცხლოვნება, სიბრაზე, აგრესია ან ემოციების გაყინულობა. მე მჭირდება რომ დავინახო ეს ფაზები რომ გავდივარ და უბრალოდ ცვლილებებზე კაპიტულაცია გამოვაცხადო და ვთქვა რომ მე ამ ყველაფერთან გამოსვლა მინდა და მზად ვარ ცვლილებებისთვის. როდესაც მე მზაობას ვაცხადებ ცვლილებებისთვის, რეალურად მაშინ იწყება ჩემი ადამიანად დაბადების პროცესი. იმისათვის რომ ცვლილება მოხდეს და რეალური ცვლილება მოხდეს, ამისთვის ორი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი არის ის რომ კონდეს გულწრფელი სურვილი, არა ის რომ უბრალოდ დავიღალე. ხანდახან არის ხოლმე ფაზები, რომ ეს ფაზები იმდენად უკვე გამოფიტავი არის, რომ გაუცნობიერებლად დაღლილობას განვიცდი და მე ვიძახი რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემში და რეალურად ის ხდება რომ აი ამ სამი ფაზა რაც ჩამოთვალე, სამი გაუცნობიერებელი ცხოვრების ფაზა ადამიანებამდე დაბადების, აი ამ ფაზიდან ფაზაში დავდივარ. ხან აი ცხოველური ინსტინქტი თუ არ სავსე, ხან კომპულსიური ქმედებები და შიმშილის დაკმაყოფილებით თუ არ სავსე, ზოგჯერ აგრესიული ვარ, ზოგჯერ რაღაც ინფანტილური ვარ, ზოგჯერ არანაირი ემოცია არ გამოჩნდა და ამ ეტაპებზე გავდივარ და ეს არ არის ის სურვილი, რა სურვილზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ცვლილებებისთვის საჭირო პირველი პუნქტი, რაც ვთქვი, რომ არის ნამდვილი გულწრფელი სურვილი, არის ის, რომ მე ვაღიარებ ამ ყველაფერს, რა ჩემს ადამიანურ ბუნებას ვაღიარებ ამ ყველაფრის გამოვლინებას და რეალურად მე მჭირდება ვაღიარო, რომ მე ამაზე კონტროლი არ მაქვს. მე უძლური ვარ ამ ყველაფრის წინაშე და აქედან გამომდინარე მაქვს გულწრფელი სურვილი და მზაობა, რომ ამ ყუთიდან გამოვიდე, ამ განპირობებული გონებიდან, ამ ლუპიდან გამოვიდე, ამ მოჯადავებული წრეებიდან გამოვიდე. შემდეგი მეორე, ასე მე რაც ვთქვი, პირველი ესე იგი არის გულწრფელი სურვილი და მეორე არის ის, რომ მივყვე პროცესს, მივენდო პროცესს. რეალურად ეს ყველა ეტაპი ჩემ ცხოვრებაში იმიტომ ხდებოდა, რომ თქვა, რომ მე ამ ყველაფერზე კონტროლი არ მაქვს. და ეს პროცესებიც ემსახურება იმას, რომ დავაგროვო გამოცდილებები და ამ გამოცდილებებმა მე შემცვალოს. რეალურად ნებისმიერი გამოცდილება იწვევს ცვლილებას და ეს ცვლილება იწვევს ადამიანად დაბადებას. და იმისათვის რომ ეს ცვლილებები მოხდეს, მეორე არის რომ პროცესს მივენდო და ეს პროცესი არის ის რომ დავაგროვო გამოცდილებები. და პროცესზე მინდობა ნიშნავს იმას, რომ მე ამ ყველაფერზე კონტროლი არ მაქვს და მოვითხოვო დახმარება. და მახსოვდეს, რომ დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომია, როდესაც გულწრფელად ვითხოვ ამ ყველაფერს. და დახმარება შემიძლია მოვითხოვო ნებისმიერთან, ვინც მსგავს პროცესებში ვიცი რომ ჩართულია. იმის მიუხედავად, რომ რაღაც ბარიერს ვგრძნობ. მე თუ ამ ცხოველური შიმშილის და ჯოჯოხეთის ფაზებიდან გამოსული არ ვარ, მაშინ ხო რთულია რა ამ ბარიერის გადალახვა და ადამიანამდე მისვლა რომ დახმარება მოვითხოვო, მაგრამ ეს პროცესები მამწიფებს იქამდე რომ ვიძახი რომ სხვა გზა აღარ მაქვს რა, იმდენად აუტანელი ხდება უკვე ეს ცხოვრება რომ სხვა გზა აღარ მაქვს და მე მიწევს რომ მივიდე და ადამიანს დახმარება ვთხოვო და რომ გაიხედავ და გამოიხედავ და ნახავ ეს ადამიანი შენზე ერთი ნაბიჯით მაინც წინ არის, ეს შეჯიბრია და მარათონი არ არის, უბრალოდ წინ არის ნიშნავს იმას რომ მის ცხოვრებაში უბრალოდ ერთი კითხვით მეტი არის დასმული. ვიკითხო რა დახმარება რა და მე რა იწყება ნამდვილი მასწავლებლის შემოსვლა ცხოვრებაში. ეს მასწავლებელი არ არის აუცილებელი იყოს გურუ ან ლამა ან ასე შემდეგ რა. ნებისმიერ ვინმე შეიძლება იყოს, შეიძლება მღვდელი იყოს, შეიძლება მამა იყოს, შეიძლება დედა იყოს, შეიძლება მეგობარი, მეუღლე იყოს. შეიძლება ისეთი ყველაზე ახლო ადამიანი იყოს, ვინც ყოველ დღე საწოლში გვერდზე გიწევს და ვერ ხვდები რომ შენი მასწავლებელი არის. მასწავლებლობა იწყება იქიდან, საიდანაც მე მზაობას ვაცხადებ სამყაროს მიმართ, რომ მე ამ ყველაფერზე კონტროლი არ მაქვს, მინდა გამოვიდე ამ ცხოველური ფაზებიდან და ადამიანის დაბადების პროცესში ჩართული გავხდე ცნობიერად და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ავიღო და მე უკვე ყველაფერი მასწავლებელი ხდება, აბსოლუტურად ყველაფერი მასწავლებელი ხდება და განსაკუთრებით როცა მე ამ ყველაფერსკენ თავისუფალ ნებას გამოვავლენ, თუნდაც ჯერობით სიტყვიერად, მე სამყაროში ლაგდება ისე რომ მევლინება მასწავლებელი ისეთი და იმ პრაქტიკებით, რომელიც ზუსტად
ჩემთვის არის საჭირო რომ გამატაროს ის ფაზა რაც გამოიწვევს ადამიანად დაბადების მნიშვნელობის გაგებას და როდესაც მე ვიგებ ადამიანად დაბადების მნიშვნელობას მე უკვე მარტივია ცნობიერად დავაკვირდი ამ პროცესებს. მე არ ვარ ჩემი ემოციები, მე არ ვარ ჩემი აზრები, მე ვარ დამკვირვებელი. და ესეც უკვე სახელის დარქმევა არის. ესე იგი უკვე ეს ჩემი განპირობებული გონება კი არ გახსნილა, არამედ გაფართოვდა და სადღაც მე კიდე სახელი დაარქვა. იცი რა, მე ჩემი აზრები და ემოციები კი ვარ, მე ვარ ვინც ამ აზრებს და ამ ემოციებს აკვირდება და всё, უკვე ახალი ყუთი მოხდა იქ რა, ახალი ყუთი დაიხუფა. მე ვარ დამკვირვებელი. მე ვარ ვინც ამ გემოს აგემოვნებს, მე ვარ ვინც ამას შეიცნობს. ესე იგი უკვე ეს მე რაღაცნაირი განპირობებული გახდა და ისო დაილუქა. ეხლა აქედან გამოსვლა მჭირდება. ამიტომ ეს ცნობიერების გახსნა და თავისუფალი ნება გულისხმობს იმას, რომ გამოვიდე ყველა სისტემიდან და არ დავარქვა სახელი დამკვირვებელი ვარ თუ აღმქმელი თუ შემგრძნები. უბრალოდ პროცესს დავაკვირდე რა, რეალურად რა ხდება რა. სოციალურ ქსელში მესმის ხოლმე ყველაზე აქტუალური არის ეს მასლოუს პირამიდას ახსენებენ ხოლმე ხშირად და სხვადასხვა თერაპიაში იყენებენ და სხვადასხვა პროცესების ახსნელად იდეალური ინსტრუმენტი არის და მართლა კარგად მუშაობს რომ ადამიანმა დაინახოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ადამიანად დაბადების პროცესზე ვლაპარაკობთ და იმ თავისუფალი ნების გამოვლინებას როცა ვიწყებთ, ესეც ერთგვარი სისტემა არის რა. ჩემ გამოცდილებით ასევე საჭიროა რომ გამოვიდე რა იმ მასლოუს პირამიდებიდან, რომელიც იძახის რომ ჩემი რაღაც საბაზისო საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ჩემი საბაზისო საჭიროება არ დაკმაყოფილდა, მაშინ თითქოს ჩემი ქმედება რაღაცნაირად გამართლებულია. თითქოს მაშინ ხვდები რომ ეს ხეიცი რა, მე იმიტომ გაუბრაზდი, იმიტომ ვიტანჯები, იმიტომ ვერ განვიცდი ამ ემოციებს, იმიტომ ვჩხუბობ და იმიტომ ვარ სასოწარკვეთილი, რომ ჩემი საბაზისო საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული და მე ვიწყებ აი ამ საბაზისო დაკმაყოფილებას და რეალურად ცნობიერება არ მოითხოვს ამ საბაზისოების დაკმაყოფილებას. მე თუ ცნობიერად უკვე მაქვს ეს თავისუფალი ნება, ეს იწვევს იმას, რომ გამოვდივარ ყველანაირი სისტემიდან და აღარ საჭიროებს საბაზისო მინიმუმების დაკმაყოფილებას ის რომ მე ცნობიერი გავხდე ჩემს ქმედებებთან. ჩემი ემოციების დამკვირვებელი ვიყო და აი ამ დაკვირვების მიღმაც კი გავიდე. ასევე იმისათვის რომ პროცესს დავაკვირდე, ჯერ უნდა დავაფასო რით ვაკვირდები ამ პროცესებს და ვაკვირდები პირველ რიგში ჩემი სხეულით, ხო? თუ რამეს ოდესმე სადმე შევიგრძნობ არის ჩემი აღქმის ორგანოები. 5 ძირითადი აღქმის ორგანო პლუს მე-6 ფიქრები. ნუ ეს რაღაც სწავლებებში მე-6 ფიქრად არის რა, მითითებული, მაგრამ მოდი ჩვენ დავრჩეთ ცოტა ხანი ამ 5 აღქმის ორგანოზე. ესე იგი, მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემო და შეხება. თუ ვინმეს ჩემს ცხოვრებაში, ან რამეს ჩემს ცხოვრებაში განვიცდი, ყველაფერი ხდება ამ აღქმის ორგანოებით, ამ 5 აღქმის ორგანოთი. ამის იქით არც არაფერი ყოფილა და არც არაფერი არ არის. ადამიანურ ბუნებაში გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ მე რეალურად ვიღებ პასუხისგებლობას, რომ გამოვიდე ამ განპირობებული მდგომარეობიდან, ინსტინქტური ცხოვრებიდან, შიმშილის მდგომარეობიდან, აგრესიიდან და სიბრაზიდან, გამოვიდე ყოველგვარი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების ჩარჩოებიდან, გამოვიდე ამ რაღაც ინსტიტუციებიდან, მე მჭირდება რომ ცხოვრების ხედვა დავიწყო ამ 5 აღქმის ორგანოთი. საკუთარი პირდაპირ აი როგორც ეძახიან, რა, პირდაპირ გამოცდილებაზე გავიდე. პირდაპირ გამოცდილებაზე მე ვერ გავალ თუ ჯერ საკუთარ თავს არ შევიმეცნებ და საკუთარ თავს ვერ შევიმეცნებ თუ მთელი ყურადღება იმ 5 აღქმის ორგანოზე არ მაქვს. რას ვხედავ, რასაც ვხედავ, შემიძლია იმასთან დავრჩე, თუ ჩემი გონება სულ სადღაც გაფანტული არის, რაც მესმის, ადამიანს რო ვესაუბრები, მე ნამდვილად რასაც ვისმენ იმასთან ვარ, თუ თავში ვალაგებ ეხა რა უპასუხო და ეს ჩემზე რა გავლენას მოახდენს და მე როგორი შთაბეჭდილება მოვახდინო ამ ადამიანს. ყნოსვა, გემო და შემხებლობა, რასაც ვეხები, რამდენად ხშირად ვეხები საკუთარ თავს, ბუნებას. ამ შემხებლობაში აქვე შემოვიტან სტიქიებს, ხო? თუ მე ამ შემხებლობაში სტიქიებთან ურთიერთობა არ მაქვს, ნუ ელემენტებთან იგივენაირად, ხო? ამ ელემენტებთან თუ შეხება არ მაქვს, შესაბამისად ვერ შევიცნობ ჩემს თავში რა ხდება, სადღაც დავფრინავ როგორც გონებით, ისე ემოციებით. ამიტომ რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩემი 5 აღქმის ორგანო, ასევე მნიშვნელოვანია 5 ძირითადი ელემენტი. ნუ დასავლეთში ალბათ უფრო 4 არის ძირითადად გამოყოფილი, მაგრამ
მეხუთე აუცილებელია ეს სივრცეს რა, რასაც აღიქვამენ, რომ ეს ყველაფერი სივრცეში ხდება და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის მიღმა ეს სივრცე არის. ამიტომ ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის, რომ ჩემი თავი კი არ წარმოვიდგინო, რომ მე ახლა რაღაც ქვეყანაში ვარ, ქალაქში ვარ, პარკში ვარ და სხეულში ვარ. არამედ გავშალო ეს ცნობიერება იმდენად, რამდენადაც წარმოსახვის უნარი მეყოფა. იმიტომ რომ აი ეს patience, რასაც ეძახიან, ამ სივრცის გარეშე არც არაფერი არსებობს და არც რამეა გამოყოფილად ამ სივრციდან. ყველაფერი სივრცე არის და ეს სივრცე ფართოვდება ჩემს ცნობიერებასთან ერთად. და ამისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა არის, რომ მე როდესაც თუ დავაკვირდებით, როდესაც ვფიქრობთ, ან როდესაც ვსაუბრობთ, კონცენტრაცია თავში არის. თითქოს ჩემი თავის ფორმა განსაზღვრავს ჩემს აღქმის საზღვრებს რა. რამდენად თავში ვარ მოკლედ კონცენტრირებული და აი კარგი პრაქტიკაა, რომ თავიდან გადმოვიტანო ეს ყველაფერი პირველ რიგში გულში ჩავიტანო და გულიდან გავშალო მაქსიმალურად სივრცეში, იმდენად რამდენადაც წარმოსახვის უნარი მეყოფა. მე როცა ხუთი აღქმის ორგანო ჩამოვთვალე, ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს თვალებს, რა მხედველობას, რასაც ვხედავ. ალბათ 80% მე აქვს მხედველობას. სადაც გავიხედები, ჩემი ყურადღებაც იქ არის, ანუ არ შეუძლია ადამიანს რომ გაიხედოს და თავის ყურადღება იქ არ გაატანოს, გააყოლოს, სადაც გაიხედა. ხო, მე არ შემიძლია რაღაც საგან შევხედო ისე, რომ ყურადღება არ დავატანო ამ საგანს. ამიტომ ძირითადი მაინც მთელი ენერგია მიაქვს მხედველობას და მთავარი პრაქტიკა და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა არის, არ არის აუცილებელი რომ ამ მიმდინარეობას ადამიანი მიყვებოდეს, უბრალოდ პრაქტიკას ვაზიარებ, რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ისწავლოს ყურადღების მოდრუნება. აი ქუჩაში რომ დავდივარ ყველას გაფაციცებით, აი ესეც სხვადასხვა ცხოველური ფაზიდან მოდის რა, რომ აი გაფაციცებით უყურებ, რა ვინმე ხო არ მიყურებს, ვინმე ჩემზე ხო არ იცინის, ვინმე ხო არ მჭორავს, ამ თვალებში ხო არ შემომხედა, რამდენი ხანი მაკვირდება. აი გაფაციცებით რომ დაძაბული რო დადიხარ. მე მქონდა ხოლმე ეგეთი რომ აი მაღაზიაში შევდივარ, ტასაცმელს ვარჩევ, ხო, სიტყვაზე ერთი ჩამოუყალიბლებლობა ამ ტასაცმელის ყიდვის და მეორე არის ის რომ აი ხანდახან შევაწყობდი ხოლმე რომ ტასაცმლის არჩევის პროცესში ამ ტასაცმლებზე იმხელა ენერგია მიმდიოდა და ისე ვაკვირდებოდი რომ თვალები მიფართოვდებოდა რა, აი რაღაც დაჟინებული მზერით ვიყურებოდი, გაფართოებული გადმოცვენამდე თვალებით ვიყურებოდი და აი ამ რაღაც არანორმალური სახით დავდიოდი და რეალურად ყველა ადამიანი ესე დავდივართ, როდესაც რაღაც ფიქრში ვართ გატაცებულები და რაღაცას რო დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ, აი გაფართოებული თვალებით დავდივართ, დაძაბული თვალებით დავდივართ. მოდუნება არ შეგვიძლია რა. და პირველი ადამიანმა მოდუნება უნდა დაიწყოს თავისი თვალების, რომ რასაც აღიქვამს ის მოდუნებულად აღიქვას, არა განპირობებულად, არა რაღაც შეხედულებებით და წინასწარად შექმნილი აზრებით, ან დაძაბულობაში რომ აი ემანდ რამე არ გამომეპაროს, ხო? არა, მოდუნებულ მდგომარეობაში რა. მე მჭირდება რომ ეს მოდუნებული მდგომარეობა ვისწავლო როგორია. როდესაც მე თვალებს ვადუნებ, სხვა აღქმის ორგანოებიც მე შესაბამისად დუნდება და უფრო მარტივი ხდება დავაკვირდე რეალურად როგორ აღუქვამ სამყაროს და ესეთი კითხვა ხო ისმევა რა, რომ აი მე რეალურად ოდესმე ვყოფილ ვარ წარსულში? ან ოდესმე მექნება შესაძლებლობა რომ მომავალში გადავიდე? როდესმე მე პრაქტიკულად წარსულს განვიცდი? ყველაფერი წარმოდგენა არის, ხო მე უნდა წარმოვიდგინო რა, წარსულსაც რო ვიხსენებ, წარმოვიდგენ. ზოგი ადამიანი სურათება წარმოიდგენს, თავში სურათება ჩამწკრივდება, ზოგი ადამიანი ფიქრებად, ან ზოგი შერეულად. ან რავი, მომავალიც უნდა წარმოვიდგინო, ხო მომავალში ვერ გადავალ ვერაზროს, ისე როგორც წარსულში არ ყოფილო არ არაზროს. ეს ყველაფერი ამ მომენტში ხდება და ამ მომენტში დარჩენის ერთადერთი გზა და ესე ეძახიან ხოლმე, რომ აწმყოში შესასვლელი კარიბჭეები ადამიანს აქვს 5. ეს 5 კარიბჭე არის ჩემი მხედველობა, ყნოსვა, გემო, სმენა და შემხებლობა. და ეს შემხებლობა კიდე პრაქტიკის დონეზე შემიძლია ჩავშალო კიდე ელემენტებად 4 ელემენტი პლუს 5 არის სივრცე. ადამიანად დაბადება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გამოცდილება, რაც შეიძლება გავიაროთ და ამაში დამხმარე არის ჩვენი სხეული, ისევე როგორც ჩვენი სული, ჩვენი ცნობიერება, რაც არ უნდა დავარქვათ. ნებისმიერი ქმედება ხდება საკურნებლად სულისა და ხორცისა. რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამოყოფილად ადამიანი მიყვეს სულიერ ცხოვრებას და გვერდზე დატოვოს სხეული. ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანი ზრუნავდეს სხეულზე და გვერდზე დატოვოს თავის სულიერი მდგომარეობა.
რითაც სამყაროს შევიცნობთ და რითაც გამოვხატავთ ნებას განპირობებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რითაც მასწავლებელს ვეურთიერთობებით, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, საკუთარ თავს და ვისაუბრეთ წინაზე, ვისაუბრეთ ხუთი აღქმის ორგანოზე, ეს საჩუქარი თავმოყრილი არის ამ სხეულში. და მთავარი კითხვა, რაც უნდა დაისვას, არის ის, რომ რამდენად ახლოს მეგობრობ საკუთარ სხეულთან, რამდენად ვიცნობ საკუთარ სხეულს, რამდენად ხშირად მაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია საკუთარ სხეულთან. რადგან ამ სხეულის საშუალებით ვიღებ უმაღლეს სწავლებებს და ვაცნობიერებ ცხოვრებას. სულ მქონდა ხოლმე ძალიან დიდი ემოციური კავშირი ძველ ისტორიებთან, მეფეებთან, წინათ საუკუნოვან გამოცდილებებთან და დღევანდელობაში თუ აღვიქვამთ, ძალიან დიდი კავშირი მაქვს. კავშირი რა, ემპათია თუ ძალიან დიდი სიახლოვე, ინტერესი, სიყვარული, რაღაცნაირი სიახლოვე მაქვს, აი ძველ შენობებთან, ძველ შენობებს რო ხედავ, თითქოს ყველას ვიცნობ, ეგეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან დიდი ინტერესი ჩდება, ნეტა აქ რა მოხდა, ნეტა ვინ ცხოვრობდა, ნეტა როგორი იყო, ბედნიერი იყო, არ იყო ბედნიერი, რას განიცდიდა, ვითიერთობოდა. ჩემი ერთ-ერთი კი არა, პრინციპში ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება, რასაც განვიცდი, არის ადამიანების დაკვირვება, ისე რომ ვერ მხედავენ. აი მაგალითად შემიძლია დიდი სიამოვნება მივიღო და ძალიან დიდი ინტერესის სფერო არის ჩემთვის. არა შეფასებით, რა თქმა უნდა, არა განკითხვით და არა რაღაც დაცინვით ან ირონიით, არამედ აი ძალიან მიყვარს რა, მაგალითად ფანჯარაში რო უყურებ ვიღაც სხვა ადამიანს, ასევე ფანჯარაში და ვხედავ აი სახში ფუსფუსებს რაღაცებს აკეთებს, შემიძლია რომ ალბათ დღეების განმავლობაში უყურო ამ ადამიანს. და ჩემში ძალიან დიდ ინტერესი წვევს ასევე მიტოვებული სახლები. მახსოვს აი წყალტუბოში რო ვიყავი, წამოსვლა აღარ მინდოდა რა, უზარმაზარი სიახლოვე ვიგრძენი აი ამდენ მიტოვებულ შენობასთან. და ყოველთვის მქონდა ეს კითხვის ნიშანი, რომ აი რატომ აქვს ამხელა სიახლოვე ამ მიტოვებულ შენობებთან? რა ხდება ჩემში ისეთი, რომ მაშინვე რაღაც კავშირს ვგრძნობ ამ ყველაფერთან. და მადლიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერს პასუხი გაეცა, აი სწავლებებით, დაკვირვებით. ეს მიტოვებული სახლები ზუსტად იგივენაირად მიტოვებული იყო მაშინ, როგორც ჩემი სხეული, ჩემი ცნობიერებისგან. მე როდესაც ჩემს სხეულს გვერდზე გადავდებ და მხოლოდ გონებით ხელმძღვანელობ და ამ გონების რეაქტიულობაში ჩართული ვარ ცხოვრებისეულ პროცესებში, ჩემი სხეული ემსგავსება ზუსტად იმ მიტოვებულ ნანგრევებს და შენობებს, რაზეც ამხელა თითქოს სინანული, თითქოს ზრუნვა, თითქოს სიახლოვე მიჩნდებოდა. თითქოს მინდოდა რომ ამ შენობებზე მეზრუნა რა, რაღაცნაირად ახლოს ყოფილიყავი ამ შენობებს და დღეს ხვდები, ეს ყველაფერი იყო ჩემი ცნობიერების გამოხატულება გარე სამყაროში, რომ ჩემი სხეულის ანარეკლი იყო ზუსტად ეს შენობები. და როგორც ნებისმიერ ძველ შენობაში შეგიძლია შეიტანო სანთელი და შევიდეს შუქი და შეგიძლია რომ სარკმელი გამოაღო ამ ძველ შენობაში და მზის სხივმა ყველაფერი შეცვალოს, მაშინვე სიცოცხლე შეიტანოს. ზუსტად იგივე ხდება ჩემს სხეულშიც. მე მჭირდება დავიწყო ყურადღების შეტანა სხეულში. ყურადღება არის ის შუქი, რა შუქიც მიტოვებულ სახლს გამოაცოცხლებს ხოლმე. ზუსტად იგივენაირად მე მჭირდება საკუთარ თავთან დარჩენა ვისწავლო და ყურადღების მიქცევა, არა ის რომ მაინდა-მაინც ეხა აბარითი ვიზრუნო, არა, საწყის ეტაპზე უბრალოდ ყურადღება შევიტანო ამ სხეულში, უბრალოდ გამახსენდეს ხოლმე რომ სხეულიც მაქვს. გამახსენდეს რომ ეს სხეული არის ის ტრანსპორტი, რითაც გადავადგილდები ამ ცხოვრებაში და არა მომხმარებლური გამოყენებით, არამედ აი მადლიერებით რომ მეძლევა საშუალება რომ აი ეს სხეული ისეთი როგორიც მაქვს, მაძლევს უამრავ რესურსს რომ მივიღო დახმარება და გავცე ეს დახმარება. ტანჯვის ერთადერთი დასასრული არის ის, რომ გავაკეთო პრაქტიკები საკურნებლად სულისა და ხორცისა და დავეხმარო სხვებს.
რომ გამოვიდნენ ამ ტანჯვიდან. აი როგორც წინაზე ვთქვით, რომ ნამდვილი ცვლილებებისთვის საჭირო არის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს რომ პირველი გულწრფელი სურვილი რომ გამოვიდე ამ ხუთიდან და მეორე მოვითხოვო დახმარება და მიუყვე პროცესებს, მივენდო ამ პროცესს, რაც ხდება ცხოვრებაში, ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ მჭირდება. და რაც არ ხდება, იმიტომ არ ხდება, რომ არ მჭირდება. და აქ არაფერი შუაში არ არის ის, რომ სადღაც ძალისხმევა დავაკელი, ან რაღაც უკეთესად შემეძლო. ყველაფერი საჭიროების ამბებს ხდება, ჩემი გამოღვიძებისთვის ხდება ყველაფერი და ამ პროცესს უნდა მივენდო. და როგორც ცვლილებებისთვის არის ეს ორი რაღაც საჭირო, ზუსტად იგივენაირად არის ტანჯვისგან გამოსასვლელად ორი რაღაც საჭირო. პირველი ის, რომ ვისწავლო საკუთარ თავთან თანაცხოვრება, ვისწავლო საკუთარ სხეულის მზრუნველობა, სიყვარული და ამ სხეულის ყურადღების მიქცევა და მეორე დავეხმარო სხვებს, რადგან ნამდვილი კურნება იწყება მაშინ, როდესაც რაღაც გამოცდილებებს გავდივარ. ჩემი გამოცდილებების მსვლელობისას ეს ტკივილი კი ვისწავლე ამ ტკივილთან დარჩენა და მაგრამ ეს ტკივილი ისევ ჩემთან არის, ეს ტკივილი არსად არ მიდის. მე ვცხოვრობ ყოველდღიურ ტკივილთან, თანაცხოვრებას ვსწავლობ. მაგრამ აი როგორც კი სხვა ადამიანი მოდის, თუნდაც ერთი შემხვედრი, თუნდაც ერთი სატელეფონო ზარი, თუნდაც ერთი სემინარი, ადამიანი როცა მოდის და ითხოვს დახმარებას და აღმოჩნდება, რომ თურმე მე ის გამოცდილება უკვე გავლილი მაქვს, რაც ამ ადამიანს ეხა ცხოვრებაში უდგას და მე მისთვის გაზიარებას ვიწყებ, არა მითითებას და რჩევას, რა თქმა უნდა, უბრალოდ გაზიარებას ვიწყებ, რომ იცი რა მე ესე გავიარე ეს პროცესი. აი მაშინ ვატყობ, რომ რეალური კურნება მანდ იწყება რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დავეხმაროთ საკუთარ თავებს ისევე, როგორც სხვებს. ნებისმიერ სხვა არსებას. მაგრამ ამისთვის ჯერ მჭირდება, რომ თავისუფალ ნებამდე მივიდე და ამისთვის მოქმედებები დავიწყო. და ეს მოქმედებები შეუძლებელი ამ სხეულის გარეშე რომ გავაკეთო. სხეული არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ვიწყებ მე გამოღვიძებას. რამდენად ხშირად შემიძლია, რომ საკუთარი სხეული გამახსენდეს და თუნდაც უპირობოდ, უნიშნელოდ, უმიზეზოდ ხელი მოусვა. და ვიგრძნო, რომ მაქვს ეს სხეული. რამდენად შემიძლია, რომ ვიყო ამ ყველაფერთან, რამდენად ვგრძნობ ამ ყველაფერს. რამდენად შეიგრძნობა სუნთქვა, როგორც სიცოცხლე. ხო? როგორ უნდა დავბრუნდე სხეულში? აი ვიძახით, რომ ეს ხალხთან დავბრუნდე, მაგრამ როგორ უნდა დავბრუნდე ამ სხეულში? ჩემთვის აღმოჩნდა სუნთქვა მაგისტრის იდეალური შეხსენება, რომ თითქოს სუნთქვის გაცნობიერებული სუნთქვით ყურადღება შემაქვს სხეულში. მე არ ვიძახი, რომ სუნთქვას უნდა დააკვირდე და მედიტაციური პრაქტიკები აკეთო. ამას არ გულისხმობ. ამაზე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამას არ გულისხმობ. სუნთქვაზე დაკვირვება არ არის მედიტაციური გამოცდილება. მე როდესაც ცნობიერად ვიწყებ სუნთქვას, ყურადღება შემაქვს სხეულში და ვბრუნდები სახლში. სუნთქვა არის გზა შინისაკენ, იმ სახლისაკენ, რომელიც ჩემ შემთხვევაში აირეკლებოდა მიტოვებული შენობებით. როგორც იმ შენობას ჭირდება მზის სხივი, აი ამ სახლსაც ჭირდება შევიტანო მასში ყურადღება. მადლობა.